უბედურმა და უკიდურესად ღარიბმა თამარმა 5 ინსულტი გადაიტანა. მისი ორგანიზმი მთლიანად გამოფიტულია. გაგრძელდება თუ შეწყდება მარტოდ და უბედური, მაგრამ ძალიან კეთილი ქალის სიცოცხლე. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თამარის მეუღლე, სადისტი, იმდენად დამამცირებლად ექცეოდა მას, რომ ამის გამო 5 წლის ციხეში მოხვდა. არა ადამიანის მიერ სასტიკი ცემის შედეგად ქალს ტვინში სისხლი ჩაექცა. სერიოზული თავის ტრაუმის გამო მან თითქმის მხედველობა დაკარგა. არანაირი იმედი იყო, რომ თამარი გადარჩებოდა, მაგრამ უფალმა სასწაული მოახდინა და ორი შვილის დედას სიკვდილს გადაარჩინა. ისინი არ დარჩნენ ოფლად. თამარი ვერ გრძნობს სხეულის მარცხენა მხარეს, ვერ ლაპარაკობს, ძნელად გადაადგილდება, ხშირად ეცემა. მთელი სხეული სილურჯეებით აქვს დაფარული. მას დაუმთავრდა წამლები და მათი შეძენის ფული აღარ აქვს. თუ წამლების მიღებას არ გააგრძელებს, გარდაიცვლება. ატირდებით, როცა დაინახავთ, როგორ ეცხავს თამარი, რომელმაც 5 ინსულტი გადაიტანა ერთი ხელით ტანსაცმელს. სარეცხი მანქანა არ აქვს და არც ცხელი წყალი. წყლის გამაცხერებელი გაფუჭდა. ამიტომ თამარს ადამიანურად ბანაობაც კი არ შეუძლია. მედიკოსებმა იმედი მისცეს თამარს, რომ რეაბილიტაცია დაეხმარება როგორმე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ მას არ აქვს მკურნალობის ფული. ის შეზღუდული შესაძლებლობის პენსიით და სოციალური დახმარებით ცხოვრობს. დრო გადის და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თამარს დავკარგავთ. იმისთვის რომ იცოცხლოს, თამარს თქვენი დახმარება სჭირდება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.